ვითარება მშვიდია რუსთაველის გამზირზე, თუმცა როგორც წინა ჩარტვაში ევრონიუს ჯორჯიას კორესპონდენტმა აღნიშნა, იყო დილით გარკვეული დაძაბულობა. დაძაბულობის პირველი ეტაპი მას მოხდა, მას შემდეგ მოხდა, რაც რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეები გამოსვდნენ, მათ შორის პარტია ქართული ოცნების გარკვეული წევრებიც იყვნენ აქ მოსულები და პირველი დაძაბულობა მას მოყვა. თუმცა მას შემდეგ რაც მათ დატოვეს ტერიტორია, ამის შემდეგ გარკვეულ ცალკეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, როდესაც მოქალაქეები კონფლიქტში შედიოდნენ რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებთან და ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ არ მისცეს საშუალება, რათა მემორიალთან ყვავილები მიეტანა. თუმცა განსხვავებული შეხედულება აქვს აქციის მონაწილეებს, ისინი ამბობენ, რომ არავის მოქალაქეებს ხელს არ უშლიან, რათა მივიდნენ და პატივი მიაგონ 9 აპრილს დაღუპულ საქართველოს მოქალაქეებს და ისინი აცხადებენ, რომ მათ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს და ყვავილი დადოს 9 აპრილის მემორიალზე. ჩვენ შეგვიძლია ეს კომენტარები მოვისმინოთ. ვინ უთხრა, ვინ დაავალა, რომ რუსთაველის გამზირდა თან ტროტუარი გადაკეტე და ადამიანი არ მიუშვა და მით უმეტეს 9 აპრილის მონაწილე. მე რა ვიცი, ხა ჩემს გმირებს, ხელშესახებ გმირებს, რომ ხედავ ხოლმე ისტორიულ ადამიანებს, ვეფერები და რაღაცას განსაკუთრებული კრძალვა მაქვს იმათ მიმართ და ვეუბნები ადამიანი, რომ 9 აპრილის მონაწილე ვარ, დედის ტოლა ქალი და მეუბნება, რომ არა ვერ გაგიშვებ და ვერ შეგიშვებ. როგორ უნდა დავიჯერო, რომ ისინი აქ არიან მოსულები ამ დღის პატივსაცემად. არ მჯერა რა, ეს ყველაფერი არის, ნუ არ ვიცი რა, შოუსაც ვეღარ უწოდებ, უკვე მარაზმი არის. 200-300 ადამიანის შვიდილზე რატომ უნდა გავიარო მე და ჩემნაირმა ადამიანებმა? კორიდორია გაკეთებული, რომ მიმოსვლა იყოს მარტივი, ერთი მხრიდან მივდივართ, მეორე მხრიდან გამოვდივართ და არავის არ შეზღუდვია აქ მოსვლა, პატივის მიგება ჩვენი გმირებისთვის, რომლებმაც თავისი სიცოცხლის, თავისი სისხლის ფასად მოგვიპოვეს თავისუფლება. და რის დასაცავადაც ვდგავართ ჩვენ ეს 4 თვე აქ. არავის არ შექმნია ამაზე პრობლემა. ერთეული შემთხვევები იყო, მაგრამ ისიც მომსვლელთა მხრიდან და ჩემი ღრმა რწმენით ესენი სწორედ იმიტომ იყვნენ მოსულები, რომ აქ რაღაც პროვოკაცია მოეწყოთ, თითქოს ვინმეს უკრძალავენ მემორიალთან მისვლას და პატივის მიგებას. ასეთი რამ ჩვენს იდეოლოგიაში არ ჯდება, მიუღებელია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, პატივი მიაგოს ჩვენ გმირებს და კიდევ ერთხელ გადაუხადოს მადლობა მოპოვებული თავისუფლებისთვის. ჩვენ ევრონიუს ჯორჯიას ჯგუფი, რომელიც ახლა ვიმყოფებით რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან, ჩვენც შემსწრენი ვართ იმ ფაქტის, რომ მოქალაქეები თავისუფლად მოდიან აქ, უბრალოდ მოქალაქეები და პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულ თანამოქალაქეებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ის მეთოდები, რა მეთოდებითაც ქართული ოცნება უპირისპირდება და აღუებს ერთგვარად შუღლს საქართველოს მოქალაქეებს შორის. ასევე ისინი აღნიშნავენ პარტია ქართული ოცნების ლიდერთა მიერ გავრცელებულ განცხადებებს და ამბობენ, რომ მიზანმიმართულად ხდება რუსეთის არხსენება ამ განცხადებებში. პროვოკატორები არასდროს არ აკლია ქართულ ყოფას, სააქციო ყოველდღიურობას და დღესაც ასეთ მნიშვნელოვან დღეს, როგორიც არის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, რა თქმა უნდა, არაეროვნულ და ანტიეროვნულ მთავრობას აქვს შესაბამისი განწყობილებები ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. მე პირადად შევესწარი, ჩემი ასაკის ქალბატონები იყვნენ მოსულები და თავიანთი ჭკუით, წრფელი გულით, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ადამიანები არიან საკმარისად, აი როგორ ვთქვა, სიამაყით შეპყრობილი ადამიანები. რო ვკითხე ომი ვინ დაიწყო, ბაბუაჩემაო მიპასუხა. ნუ ამის მერე ესენი არიან ოღონდ მშვიდობა იყოს, ყველაფერი თვალთბაქცური და აი ასეთი ხალხი, ასეთი ქალბატონები და აი ეს საზოგადოება აწყობს პუტინს, აწყობს კრემლს. 10 წუთის წინ Facebook-ში წავიკითხე საქართველოს მთავრობის განცხადება და ამ განცხადებაში რუსეთი არ წერია. წერია უცხოური ძალა. არც ერთხელ ნახსენები გრძელი განცხადებაა და არც ერთხელ ნახსენები რუსეთი არ არის უცხოური ძალა და თანაც ეს ხსენება უცხოური ძალის გადაყვანილია იმ ნაკადში, რომ ეს უცხოური ძალა დღეს ასევე ესე იგი მოქმედებს ქართული ოცნების წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ
საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ანუ ნახეთ როგორ არის დაკავშირებულია იგივე აი ამ სულად ირაციონალურ და აბსურდულ გლობალური ომის პარტიასთან, Deep State-თან და ასე შემდეგ. ანუ რუსეთი წაშალა საქართველოს მთავრობამ როგორც ოკუპანტი თავის განცხადებებში, თავის კომუნიკაციაში საზოგადოებასთან. ამას ყველაზე უფრო სუციზმაში ვერ წარმოვიდგენთ. წარმოუდგენელი ამბავია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ხელისუფლება არის ანტიქართული. მეტროსადგურ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან იყო შეკრებილი გარკვეული ახალგაზრდთა და ჯგუფი, თუმცა ისინი მალე დაიშალნენ, როგორც აქ აქციის მონაწილეები რუსავილის გამზირზე საუბრობენ, ისინი იყვნენ ქართული ოცნების ერთგვარი პარტაქტივი, თუმცა ისინი როგორც აღნიშნე უკვე ახლა დაშლილები არიან, აღარ იმყოფებიან. რაც შეეხება სამართალდამცველებს, საკმაოდ დიდი რაოდენობით იყვნენ ისინი მობილიზებული რილი საათებში, როგორც ჩიტაძის და 9 აპრილის ქუჩის დასაწყისში, ასევე 9 აპრილის ქუჩის ოდნავ ზემოთ მდებარე პერიმეტრზე, თუმცა ამჟამად მათი ნაწილი არის წასული და მხოლოდ მცირე ჯგუფი არის სამართალდამცველების დარჩენილი მდებარე ტერიტორიაზე და ესენი ძირითადად არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და როგორც აღნიშნე, ახლაც დავსვენ, რომ ვითარება რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან არის მშვიდი და მშვიდად მიმდინარეობს აქცია.